დღეს ვფიქრობ ერთ საკითხზე და მივხვდი რომ ეხლა გვაქვს შანსი აი მართლა საუკუნო ხუმრობა შევქმნათ და გამოვიგონოთ ერთად ერს ეს ხუმრობა იქნება ეხლა რომ რუსეთთან მოგვიწიოს ომი, როდესაც ქართული ოცნებაა ხელისუფლებაში. რადგან აი მე განვავრცე ჩემ გონებაში რა. მაგალითად ომში ვარ, ჩემი 20-ულიდან ყველა თანამებრძოლი დაიღუპა, ბომბი ჩამოგუგდეს და ყველა დაიღუპა, მე სასწაულებრივად გადავრჩი, ოღონდ ნუ მაინც ფეხები მოკვეთილი მაქვს და წევარ რა ერთ ადგილას და თუმცა მაინც არ ვნებდები რა თქმა უნდა, მაინც ბრძოლის ჟინი მაქვს, მაინც მინდა სამშობლოს დაცვა და ამ დროს დრონი მოდის ჩემ თავზე და ჩერდება ზუსტად ესე ვერტიკალურად. ისეთ დრონი არ არის შეჯახებისას რო ფეთქდება, ისეთია რომ ყუმბარებს ყრის რა. ეს ჩერდება. ვუყურებ მე და მიგდებს ყუმბარას. აი ამ ჩამოგდების პერიოდში ერთი წამი იქნება, ხო? მაქსიმუმ ან რაღაც წამნახევარი. აი მაგ დროს რას გავიფიქრებ, იცი? თან გამეღიმება. განაშემეშინდება ან გაქცევას ვეცდები, არა. გამეღიმება და ვიფიქრებ, რომ ხო გეუბნებოდი თქვენდე დაწყნულებო, რომ ქოცები რუსეთუმეები არ არიან თქო. და სახელმძვრება ამ დროს. აი ეგ იქნება მართლა ღადაობა და მზად ვარ მაგისთვის, მაგ ხუმრობისთვის გავწირო თავი. იმიტომ რომ მერე მჯერა რომ ამ ვიდეოებს, სადაც მე გიმტკიცებთ, რომ ქოცები არ არიან რუსეთუმეები თქო, ჩაუყრით აი ნანუკას და ვიღაცა ელენიკო ფოქსის და ვიღაცა ტიკტოკერებს პირადში და აგინებთ იმათ. ნუ ისინი რა თქმა უნდა ბელგიაში იქნებიან და არც მოგაქცევენ ყურადღებას და იმათ პოსტები ექნებათ დაწერილი რომ არა ომს მაგრამ მე მჯერა თქვენ რომ თქვენ მაინც ჩაუგდებთ ამ ჩემ ვიდეოებს რომ აჰაო ხო გეუბნებოდათო მიშაო რომ არ არიანო ქოცებიო რუსეთის მხარესო ხო დაგხოცესო აი მაგისტვის მზად ვარ თავი გავწირო რატომ ყვები ამ ყველაფერს და რაზე ვფიქრობდი ზოგადად ძალიან საშიში ტრენდი შევამჩნიე ბოლო ერთი კვირის მანძილზე კოლექტიური სხვა შორის დაგეგმილი, იმიტომ რომ ესე არ ხდება შემთხვევით. იმიტომ რომ მომხდარიყო შემთხვევით, აქამდე შევამჩნევდი რაღაც წერტილებს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ჩვენმა ქართველმა ძმამ მაგას შემოვევლები. ქართველები რაც ვართ. სისხლი მიდუხს მაგ კაცის სახეს რო ვიხსენებ, როგორ გაპიზდა რუსი გოგო, რომელიც იყო ჩამოსული და ამან ცემა და გაუშვა, გააჯვიო რუსეთში აქ ჩამოხვიდეო. აი მაგ მომენტიდან, ის სხვა შორის მაგაზე რა ხდება, მეგობრებო, ანუ დავდეთ ის ვიდეო დამადასტურებელი საბუთები, რომ აფურთხებდნენ და აფსამდნენ თავზე, იმიტომ რომ რა ვიდეოებიც გამოქვეყნდა მაგის შემდეგ, ყველგან მხოლოდ ის ჩანს, რომ სუფრიდან ჩვენ ვაგინებთ, რომ ზახაძი Внутри заходи, я как хочу, так и разговариваю. Шен дедас me. Да из Гугоби. Нет, да мы ничего плохого не говорим. Იმიტომ რომ მხოლოდ ეგ ვიდეოები გამოქვეყნდა და მე მაინც ველოდები ამ დაბსმის ვიდეოს, დაჯმის ვიდეოს, რომ მეც გავამართლო ეს ჩვენი ქართველი ვაჟკაცი. იმედია მალე იზამთ, ხო, მალე გამოვაქვეყნებთ. ხო, ну მოკლედ, მაგის შემდეგ დაიწყო ძალიან საშიში ტენდენცია, რადგან მაგ დროს მიხვდნენ ეს ძალები გარკვეული, რომ შეიძლებოდა მანდედან გამომდინარე რუსულ-ქართული შუღლის და იმ ნაკვერჩხლის კიდევ გაღვივება, რომელიც ყველა ქართველის გულში არის რეალურად და ჩემ გულშიც არა, რა თქმა უნდა, კაცო. რა თქმა უნდა, მე ყოველთვის ვიძახი, რომ რუსეთს აქვს დაპყრობილი ჩვენი ტერიტორიები, ოკუპირებული, რუსებმა დაგვიხოცეს ხალხი და მტერია. ეგ ნაკვერჩხალი ყველა ქართველის გულში არსებობს. მაგრამ ეხლა ბოლო ერთი კვირა, აი ვხედავ, როგორც ცდილობენ მაგ ნაკვერჩხლის იმდენად გაღვივებას, რომ ნებისმიერ აი ბორჯომის ტყეს გადაწვავს. და მე მინდა გაჩვენოთ, რადგან ჩვეულებრივი ადამიანი ამას არ აკვირდება, ნუ თუ ეხა ინტერესი არ გაქვს, რა თქმა უნდა, არ დააკვირდები და ჩვეულებრივად განიხილავ, რომ კიდე ერთი რაღაც მოხდა, მაგრამ უნდა ვხვდებოდეთ, რომ ეს ხდება დაგეგმილად. მოდი გაჩვენოთ ახლა. აი პირველი გვახელდა ეს ხელის დარტყმა, ხო? როდესაც გამოვიდნენ, ანუ
ფემინისტებიც კი, რომელთა ყოველდღიური მოწოდებებიც არის ის, რომ ქალებო, თქვენ შეგიძლიათ კაცები უბრალოდ იხმაროთ, მათთან სექსი გქონდეთ და შემდეგ მიაგდოთ, როგორც თვითონ გვიშვებიან. ჰაჰა, ეს არის ჩვენი თავისუფლება. ამის მართლა როს ჯერათ, რომ ეგ არის მაგათი თავისუფლება. შეგიძლიათ მხოლოდ ლიფით და ტრუსიკით იაროთ ქუჩაში. ეს თქვენი თავისუფლებაა. რამდენი აბორტიც გინდათ, იმდენი გაიკეთეთ. ეს შენი თავისუფლებაა, შენი სხეული, შენი უფლებაა. აი ეგეთი ქალებიც რო გამოვიდნენ ამ კაცის დასაცავად, რომ კიო ღირსი იყო ის რუსიო და რუსებს სულ უნდა ურტყათო, მანდედან უკვე ეჭვში ვარ, რომ მეთქი სტოპ რა ხდება, იმიტომ რომ ადამიანს ხო იცნობ ეხა რა, ადამიანი აბსოლუტურად ყოველგვარი მიზეზის გარკვევის გარეშე რომ ყოველთვის ქალებს იცავს და მიზეზი არც სჭირდება და ყველაფერში გაამართლებს ქალს და უცებ არსაიდან გამოდის და იძახის რომ კაცმა ქალს რომ ხელი გაარტყაო, კაცი მართალიაო, მაგ დროს ფიქრობ რომ მოიცადეთ. და მანდედან დაიწყო ესეთი რაღაცები. შემდეგ ნოდარ მელაძემ გამოაგორა ეს ბლოგერი, რომელიც ქართველებს შეურაცხყოფას აყენებდა ქართულ მომსახურე სფეროში მომუშავე ადამიანებს, რომ ეს რა სერვისიაო, ეს ღორებიო და ასე შემდეგ. რა, შეურაცხყოფას გვაყენებდა, კი ბატონო. რა უნდა ვუქნათ მაგას? უნდა მოვკიდოთ კეფაში, ნახვი შენ გამზდელს და всё დასრულდება, ხო? მაგრამ არა. ამითიც ცდილობენ კონფლიქტის გაღვივებას რუსებს და ქართველებს შორის, რომ ხალხო ნახეთ, ყველა რუსი ჩამოდის და თავზე გვაჯვამენ. არა, ყველა რუსი არ გვაჯვამს თავზე. ერთი არაადეკვატური ადამიანია ეგეთი, ხო? კი ბატონო. შემდეგ აქცია რომ დაინიშნა შემდეგი შაბათის აქცია, ნუ ეს ყოველ შაბათეული აქცია რომ აქვთ მსვლელობები. მაგაზე პირველ მწკრივში ბანერები ხოს უგვახლავს ხოლმე რომ თავისუფლება პოლიტპატიმრებს და თავისუფლება ვიღაც გმირ ონისე ცხადაძეს და გმირ მზე ამაღლობელს და ხო ეგეთი პლაკატები გვახლავს ხოლმე და კონკრეტულად ამ კვირის შაბათს პლაკატზე ეწერათ არა რუსულ ოკუპაციას. მაგაზეც ხა ჩვეულებრივი ადამიანი თუ ხარ და ჩვეულებრივად თუ სკროლავ და უყურებ, დაფიქრდები რომ ხო, ნუ კაი, მე რა მოხდა, ვეთანხმები, ხო, რა თქმა უნდა, არა რუსულ ოკუპაციას, კი ბატონო, მეც ვეთანხმებით, თქვენც ეთანხმებით. მაგრამ კონკრეტულად ამ კვირას რატომ დაემთხვა? მანამდე არასდროს გამოუტანიათ ეგ პლაკატი მთავარ შეძახილად და ეხლა გამოიტანეს. კი ბატონო. შემდეგ ქალბატონი ნანკა კალატოზიშვილი წერს ვიდეოს, სადაც იხსენებს რუსების დანაშაულებს აფხაზეთში ქართველების წინააღმდეგ. ამაშიც რა თქმა უნდა ვეთანხმები შინაარსში, ხომ? რა საკვირველია, რა ვიცი, რაც მე მაგ ტექსტებზე მიტირია, მართლა ვერ დავთვლი ყოველ წაკითხვაზე მეტირება, იმდენად სისასტიკეები აქვს გაკეთებული, მაგრამ რატომ კონკრეტულად ამ კვირაში? შემდეგ გამოდის ერთი ადამიანი და უჭირავს პოსტერი, სადაც წერია პუტინი ყრია. აი, ამის დასასრული მართლა არ ვიცი, მაგრამ მე უბრალოდ აგიხსნით დიდ სურათს. რადგან მოკლე პატარა სურათს რო უყურებთ, თქვენ ქართველები ეთანხმებით, რომ კი, რა თქმა უნდა, კაცო, კი, აბა რა, ეხა, იასნია, ხო და ჯიგარი კაცი, აბა რა, ძმაო, პუტინის დედა რამე. მაგრამ უყურეთ რა არის დიდი სურათი და რა გეგმადევს ამ ყველაფერში, რომ პოლიციამ დაიჭიროს ეს ადამიანი, ჯარიმა დააკისროს, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილას შეურაცხყოფელი სიტყვების გამოყენებისთვის, თუ წესრიგის დარღვევისთვის, არ ვიცი ზუსტად კანონი, მაგრამ არსებობს მაგის კანონი და მაგას ჯარიმა არის განკუთვნილი და მაგის გამო დააკავონ, ჯარიმა დაუწერონ, შემდეგ არ გადაიხადოს ამ ტიპმა ჯარიმა, შემდეგ მოსამართლემ ისევ დაიბაროს სასამართლოში და უკვე ჯარიმის არ გადახდეს გამო შეუფარდოს პატიმრობა და პატიმრობიდან რო გამოვა, ამ ადამიანმა თქვას, რომ მე პუტინს შევაგინე და ქართულმა მთავრობამ დამაკავა პუტინის შეგინების გამო. აი ეს არის დიდი სურათი. და ამ შუა ნაწილს აბსოლუტურად ამოაგდებს, რომ შენ პუტინის შეგინების გამო არ დაგაკავე. შენ შეგეძლო მან დაგეწერა პუტინის ნაცვლად, რა ვიცი მე, რაღაცა მადურო, ტრამპი, მადიარი, ნებისმიერი სახელი საერთოდ, რა ვიცი, თაზო დაგეწერა. მაგაზეც იგივე ჯარიმას დაგაკისრებდნენ, რაც პუტინის შეურაცხყოფაზე. რადგან აქ სახელში არ არის საქმე, აქ არის ქვედა სიტყვაში, ქვედა სამასოიან სიტყვაში, რომ შენ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილას გამოხატავ მაგ შეურაცხყოფას და საზოგადოებრივ იმას არ ღვევ, რა ქვია, სიმშვიდეს და წესრიგს.
მაგრამ ამ ყველაფერს არ გეტყვიან. გამოვლენ და გეტყვიან, რომ მე პუტინის გამო დამაკავა ქართულმა ოცნებამ. ჯარიმა რო არ გადაიხადა, მაგას არ იტყვიან. როგორც ელენე ხოშტარიაზე გეუბნებიან, რომ 4 შვილის დედა ერთი მარკერის გამო დააკავეს. არა, მეგობრებო, ერთი მარკერით გაკეთებული წარწერის გამო არ დაუკავებიათ, ის დააკავეს ჯარიმის გადაუხდელობის გამო. თორემ მარკერით რო მთავრობის კუთვნილება დააზიანა, მაგის გამო ჯარიმა გამოუწერეს. ჯარიმის გადაუხდელობის გამო დააკავეს მერე. ამ შუა ნაწილს ყოველთვის ტოვებენ, რადგან ეგ არის ამათი მიზანი. რომ აი ესე დაგაჩლუნგონ, ესე დაგაჯერონ, რომ ხალხს მართლა ტროტუარზე დგომის გამოიჭერენ, ხალხს მართლა მარკერით პლაკატზე გაკეთებული წარწერის გამოიჭერენ, რომ ხალხს მართლა პუტინის გინების გამოიჭერენ და შუა ნაწილს ტოვებენ. და ადამიანები გადადიან უკვე ბოლო ფაზაში. და აი აბსოლუტურად განწირული ფაზაა და ეხა ყველანაირად ცდილობენ, რომ მართლა რაღაცნაირად ომში ჩაგვითრიონ. ერთი ვიდეო დამავიწყდა კიდე. აი ეს აბსოლუტური კრეტინები, რომ ჩადიან წყალში, სადაც ნიშანი დგას, რომ წყალში ჩასვლა აკრძალულია. ეს ვიდეოც ეხლა გამოქვეყნდა რატომღაც ამ კვირაში. ის ნიშანი, რომ წყალში ბანაობა აკრძალულია, თუ არ ვწდები იმის გამო დგას საერთოდ, რომ ეს ტოქსიკური წყალია რა, რაღაც გაზები და ის ამოდის და შეიძლება მოკვდე და მაგიტომ დგას. თორემ ამ კონკრეტულ ადგილს არ გააჩნია არანაირი რაღაც ძეგლის სტატუსი და არანაირი სიწმინდის სტატუსი. მაგრამ როგორ გაჩვენეს თქვენ, რა დაგაჯერეს თქვენ, რომ რუსები ჩამოდიან და ჩვენს სიწმინდეებს აგინებენ. ეხლა გამახსენდა სიწმინდეების გინებაზე იმაზეც. ეკლესიის გალავანს რომ მიაფსა ვიღაც კრეტინმა, მე მგონი ესტონელი იყო, მაგაზეც ხო გაჯერებდნენ, რომ რუსები ძალით მოდიან და ეკლესიებზე გვიფსამენ, როდესაც ვიღაცა ალბათ მთვრალი ტიპი იყო, არ შეუხედავს რა იყო და პროსტა ამოიღო და მოფსა. ანუ დასასჯელია, კი ბატონო დასასჯელია, მაგრამ ომის დასაწყები მიზეზი არის ეგ? არ არის. და ასე რომ აი ესეთ პატარ-პატარა მიზეზებით კრავენ სიძულვილის ბუკეტს და გაწვდიან, რომ აჰა შენ ახალგაზრდა ბავშვო, ჭამე ეს ბუკეტი. და თქვენც ჭამთ და თქვენც გჯერათ. თქვენც დამიწერთ ეხლა, რომ მიშა ქოცი ყოფილ ხარ, ძმაო, ქოცი ყოფილ ხარ, გიყიდე ეს. იმის ნაცვლად, რომ რეალურად დაუფიქრდეთ, რომ მოიცადე ერთ წამი, მართლა 7 ნეგატიური ამბავი როგორ გამოვიდა ერთ კვირაში, ხო? და ჩემი წინასწარმეტყველება რომ გითხრათ, უკვე ხელი აქვს ჩაქნეული ამ 2028-ის არჩევნებზეც ოპოზიციას. ნუ მაინც რაღაცებს იზამენ, რომ უბრალოდ დაფინანსებები მოიპოვონ, რომ აი ვითომ ვიბრძოლეთ ძმაო, მე რა თქმა უნდა ისევ გამოაცხადებენ, რომ ისევ გაყალბდა ძმაო, იმიტომ რომ წინა არჩევნები 2024-ის რის გამო გაყალბდა, ხო, რის გამო აცხადებენ ზოგადად, რომ სადღაც იქ იორ მუღანდლოში ვიღაც ტიპმა ერთი ბიულეტინის ნაცვლად 10 ცალი ჩატენა და აი გაყალბდა. და ის ევროპაც გაყალბდა აგე. წაიღეთ ეგ 10 ბიულეტინი, წაიღეთ ძმაო, 10,000 წაიღეთ მაგ 10-ის ნაცვლად. აი რამდენიც ჩააგდო იმ ტიპმა იმ ყარაჯალოში გაათას მაგეთ და მაგდენი ბიულეტინი წაიღეთ, გააბათილეთ. მაინც წააგეთ, ხო? თქვენ გწყინთ, თქვენ მეძახით კოდს, როდესაც უბრალოდ რეალობას გეუბნებით, რომ 2028-ში იგივე რამეები მოხდება. ვიღაცა ისევ ჩაყრის 5 ბიულეტინს ერთად, ესენი ისევ წავლენ ევროპაში და იტყვიან, რომ ჩვენ 3%-ის ნაცვლად 51 მოვიპოვეთ. არ მოიპოვეთ 51. მოკლედ, რას აკეთებენ ჩემი აზრით? ამ არჩევნებზე ხელი აქვს ჩაქნეული და აპირებენ მიშას გამოსვლამდე იცადონ და მიშას ხოდავენ ნელ-ნელა. ოღონდ რა გზით ხოდავენ, აი ხო წარმოუდგენელია. მოდი გაჩვენოთ. უკვე მზადდება ჩემი ხელოვნური ინტელექტის ავატარი, რომელიც ჩემზე კარგად გამოიყურებ, მაგრამ მე ვარ, რომელსაც ეს არის მიშას დახვეწილი ვერსია. ლაპარაკობს როგორც მიშა, საუკეთესო დროს, მიხრა-მოხრა აქვს როგორც მიშას. და მთელი ჩემი ნააზრევი დაედება იმას. გენიალური იდეა, ბატონო პრეზიდენტო. აქ მთავარი კითხვა არის ერთ რამეში. ანუ ამას თუ აკეთებს, აი ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი.
სხვა ყველაფერს შევეგუებით, ანუ ხელოვნურ ინტელექტს ვუყურებთ და ის მოგვიწოდებს, ხო, ანუ რა დროს როგორ მოვიქცეთ. მაგას უპრობლემოდ შევეგუებით ხალხი, გავავრცელებთ აუცილებლად თქვენ მხარდამჭერებში, მთავარი ფაქტი გახლავთ ის, რომ ამას თუ გააკეთებს ხელოვნური ინტელექტი და აი მაგას როგორ აუხსნიან, ანუ ინჟინრები და მე ვთხოვ იმ ინჟინერს მომწეროს როგორ აუხსნის ხელოვნურ ინტელექტს, რომ აი ეს გააკეთოს. და ამ ხელოვნური ინტელექტის სამყაროში იქნება თუ არა გიორგი ზერეკიძე. ეგ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეკითხვა. ანუ იქაც შეძლებს თუ არა მიშა 14 წლის ტერორისტების დაკავებას. და ეგ ისტორია თუ ვინმე მარიცით ამ სასაცილო მართლა არაფერია ხალხო, უბრალოდ მე ერთი ისტორიაზე, ერთ მონაკვეთზე მეცინება. გიორგი ზერეკიძე არის ბიჭი, რომელიც 14 წლის ასაკში დაიჭირა მიშამ. ნუ მიშამ რა მაგ მთავრობამ მოკლედ და მამა მოუკლეს. დედამის პირობითი აკიდეს და 14 წლის ბიჭი დაიჭირეს 10 წლით. ნუ მან რა შეიძლება სასაცილო იყოს, ხო, მაგრამ ერთი მომენტი არის, როდესაც გიორგი ყვება, რომ მე ვიჯექიო იმაში წინასწარი დაკავების იზოლატორში რა და ვუყურებდიო ტელევიზორს და გონებაში მქონდაო რომ რა ვიცი ხა მაინც ვეგუებოდიო რა რომ კი დასასჯელი ვარ კი რაღაცა, მაგრამ ნუ ხა ერთი წელი გავქაჩავ რა როგორმე ციხეში ან ჯარიმას თუ დამაკისრებენ ან მაქსიმუმ 2 წელი გავქაჩავ რა და ტელევიზორს უყურებს 14 წლის ბიჭი და ტელევიზორში პირდაპირ ეთერში გამოდის პრეზიდენტი და იძახის რომ დღეს დავაკავეთ 14 წლის ტერორისტი რომელიც მთელს საქართველოს ატერორებდა და აუცილებლად მოსაშორებელია საზოგადოებისგან. მაგ დროს ვიფიქრე რომ დამენძრაო ძმაო. პრეზიდენტი გამოდის და შენზე პირადად საუბრობს 14 წლისაზე რომ ტერორისტი დავიჭირეთო. მართლა სასაცილოა, აბა რა არის ბიჭო ხა. აი, რო წარმოვიდგინე რა სიტუაცია, რომ ბავშვი ზის, ბავშვი, ხო, კაი ხა რა თქმა უნდა, არისო კაცო ხუთოსანი და რამე მესმის, მაგრამ 14 წლის ბიჭი რო უყურებ ტელევიზორს და პრეზიდენტი რო შენზე იძახის, რომ ტერორისტი დავიჭირეთო, აზე ხართ. აი ეგ იყო, მეგობრებო, ეგ იყო. და ვისაც არ გახსოვთ და მეც მაგ პერიოდში რა ხა, ნუ თავიდან რომ მოვიდა მიშა 11 და 12 წელს რო ვიყავი, მეც უქნევდი ვერტმფრენებს ხელს, რომ მეთქი აი მიშა რა კარგი ადამიანია. რატომ? იმიტომ რომ არ არსებობდა მართლა ოპოზიციური ტელევიზია, ერთი არსებობდა იმედი და იმედს რა უქნეს დაარბიეს. და ეს მოვა ეხა ისევ ხელისუფლებაში. და აი რატომღაც მართლა მგონია რომ შეიძლება მოვიდეს ერთი 10 წელში მართლა შეიძლება იმდენად გამოგათაყვანოს აი ამ ახალგაზრდა ტიკტოკერების და ახალგაზრდა ვიღაც ინფლუენსერების დახმარებით, ვინც ახლა 20 და 25 წლისები ხართ და ვისაც არ შეგხებიათ ეგ ყველაფერი, მართლა შეიძლება დაიჯეროთ, რომ იმ დროს ყველაფერი საუკეთესოდ იყო. და ქვეყანა წინ მიდიოდა და ვითარდებოდა. ქვეყანა წინ რა თქმა უნდა მიდიოდა, კაც შევარდნაძესთან შედარებით, რა შედარებაა, ხო? უნამუსო უნდა იყო ადამიანი, რომ თქვა, რომ შევარდნაძესთან შედარებით პროგრესი არ იყო. რა თქმა უნდა იყო, მაგრამ ერთი ხელით პროგრესს გიკეთებს და მეორე ხელით აქ ვიღაცებს აწამებენ ციხეში და ცოცხებს ტაკში უკეთებენ და რაღაცებს აკეთებენ. ნეტა AI-ში ექნება თავისი გლდანის ციხე? იმიტომ რომ მაგის გარეშე რავი მოისვენებს ბატონი პრეზიდენტი. AI-ში თავიდან, ჩემი აზრით რომ ვასიამოვნოთ, უნდა შევუყვანოთ. ნუ ვინ ყავს, არ ვიცი. აი ნანუკა ჟორჟოლიანი უეჭველია, ანუ სააკაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ერთი ვანო ჯავახიშვილი და მეოთხე შეგვიძლია ის ქალი. რა დროშა მოგცა მიშამა რა დროშა წითელი გრძელდარი ანი. აი ეგ 4 ადამიანი რომ შევყაროთ AI-ში, დავტესტოთ ჯერ. როგორ წავა. და მე შევუყვანოთ ნელ-ნელა ხალხი და აუ ვაფშე ცალკე AI შევქნოთ, ცალკე მოუგონოთ პერსონაჟები. და იქ იცხოვროს, ძმაო, შეგვეშვას რა. ეგ სხვა შორს ძალიან კაი იდეაა, რომ აი სათვალე გაუკეთოთ, სამუდამო სათვალე რამე მოუფიქროთ ეგეთი ვირტუალურ რეალობაში რო ცხოვრობენ და ვინც არიან მიშისტები, ყველამ გაიკეთოს და იცხოვრონ საკუთარ სამყაროში.
ჩვენ შეგვეშვან. არ უნდა ამ ხალხს მიშა, არ უნდა, არ გვინდა მიშა. რას გვატენით და ეხა ამას აპრავებენ, რომ შეხედეთ მიშა როგორი ინოვატორი. ციხიდანაც კი ის ტექნოლოგიებზე ზრუნავს და განვითარებაზე. რა ტექნოლოგიებზე და განვითარებაზე? იმ AI-შიც დაიწყებს საყვარლების გამო რაღაც ქალაქების ნგრევას და სოფო, გინდა ეხა რა გავაკეთო? iPhone-ი ხო გაქვს, მანქანა ხო გაქვს. ვინმე შენთვის საკონცერტო დარბაზი უჩუქებია, არავის ხო? ხო და ეს საკონცერტო დარბაზი შენ. არ გვინდა ბატონო მიშა, არა ძმაო. არ მინდა რომ საყვარლების გამო ხსნიდეთ რაღაცა შენობებს და საკონცერტო დარბაზებს, რომლებსაც ვერავინ ვერ იყენებს. AI ავატარს გაგიკეთებთო და იმას დაუჯერეთო და იმას მოусმენთო. AI ავატარები ყავთ ბატონო მიშა უკვე, აბა ნანუკა ჟორჟოლიანი ვინ არის? აბა ნაციონალურ მოძრაობაში სხვა კიდე ვინ არის? გუბა სანიკიძის შვილი AI-ია, აბა რა არის? რეალურად არსებობს ეგ ადამიანი? გუბა სანიკიძის შვილი რეალურად არსებობს? მე მაგისი არ მჯერა ნამდვილად. იმიტომ რომ და ხალხს მართლა ჯერა გუბა სანიკიძის შვილის ადამიანი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროტესტზე უცნობთან ერთად იდგა და მე გადმოვიდა თქვენ ყავ და დედას გაგინებდათ და მე გადმოვიდა თქვენ მხარეს, მაგისი შვილი რომ თქვენ პარტიაშია ეგ რეალური ადამიანია? არა, ეგ AI-ია უკვე, აბა რა არის? არ არსებობს, ანუ ის რა ქვია, ნიკა, ხო? მე მგონი ნიკოლოზ სანიკიძე, თუ არ ვცდები. არ არსებობს ნიკოლოზ სანიკიძე. მე მაგას ვერ დავიჯერებ. აი სულ წინ რომ დამიყენოთ ესე ხელებს გავიქნევ, რომ არა ეს ჰოლოგრამა არ არსებობს ეს ადამიანი. რომ ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციონერი, რომელიც დღე და ღამე თქვენ ლანძღვაში იყო და კაროებში ეძინა და რამე, მე თქვენ მხარეს გადმოვიდა, შვილი გააჩინა და თქვენ პარტიაში შემოიყვანა. არა ბიჭო, რაღაც სიგიჟეები ხდება ძმაო და კოცებს მივმართავ რომ ვიცი რომ რუსეთუმეები არ ხართ, მაგრამ ეს ერთი კვირა რუსეთუმეები გახდით და რამენაირად რუსებს უთხარით რომ ძმებო, აქ რო ინტერნეტში თქვენი დედის გინება და რამე მიდის, ეს ჩვენი საქმე არ არის, არ დაგვიშვათ. ხო, დიპლომატიურად რა თქმა უნდა. იმიტომ რომ მართლა ძალიან პიზდეცები ხდება ეს ერთი კვირა რა, თქვენს გადახედეთ და მიხვდებით რომ ეს ერთი კვირა აბსოლუტური ზიზღის განწყობა არის რუსებისკენ. რომ ერთმანეთს დაგვაპირისპირონ. ყოველ ვიდეოში ვიღაცა 1-2-3 ტროლი მაინც არსებობს, რომ რა გინდათ მაგ სანაგვეში, აღარ ჩახვიდეთ მაგ სანაგვეში ქართველებზე. მე ქართველებიდანაც არსებობს რამოდენიმე ტროლი, რომელიც ეუბნება, რომ არ და ეს რეალურად ერთი ხაზია ხო ტროლების და აქედანაც არსებობს ადამიანები, რომ რუსების დედა და რამე. ასე რომ ეს ერთი კვირა მიდის სერიოზული ბრძოლები, რომ იცოდეთ. და ამას წერ მომავლისთვის, რომ როდესაც ერთი 10-15 წელში მართლა იდიოტები და კარეტინები მოიყვანთ ვიღაცა მიშას ან ზურა ჯაფარიძეს ისე მთავრობაში და მე რო დრონია გამიხეთქავს თავს, აი ეს ვიდეო ნახოთ და ჩემ ნაცვლად აგინოთ მაგათ. კოცნით მიყვარხართ, დავიშალეთ.